გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR-ს. შემდეგ 24 საათს მე და ზურა გავატარებთ 1200 მეტრზე, მხოლოდ ჰამაკებით. ვიქნებით ძლიერ ქარბუქში. მოვამზადებთ გემრიელობებს და დავტბებით ამ საოცარი ბუნებით. რავი, წესით წინ 7 ლაშქრობა გველოდება. ჩაუჯექით მეგობრებო. დღეს ამოღებული მქონდა ერთი პატარა ტენტი და ასევე ჰამაკი. ორივე მსუბუქი და პატარა არის და ჩავაგდე, რა ვნახოთ სიტუაციის მიხედვით თქო და ზურა მაგერ გაშალა თავისთვის ჰამაკი და თავის თვითონაც დამიყოლია ჰამაკში დავიძინებ დღეს. უბრალოდ ცოტა მეშინოდა რომ მეთქვი ჰამაკმა მაინც წელის ატკება იცის ადამიანს, იმიტომ რომ ასე ხო გძინავს. წელი არის ესეთ მდგომარეობაში, რაც ცუდია, ადამიანს უნდა ეძინოს სწორზე. და ამიტომ დღეს კარგად დავჭიმავ. ზუსტად გვერდი-გვერდი ვქნებით მე და ზურა, მაგრად დავჭიმავ, რომ ცოტა სწორად ვიწვე. ეს ნაიყოს. აკით. აჰა. აი ესე რომ დავკიდო. გამართულიც ვიწვევი. როგორ მოვთავსდები? არია დუში. კარგია. აუ, გასაბერი ბალიშიც არ დამჭირდება, ტყუილა წამოვიღე. დღეს მეგობრებო, სავარაუდოდ მაგრად უნდა იწვიმოს. ისეთი ღრუბელი არის და თან რაც მოვედით, მაგარი ქარი იყო და ხმაური და ახლა ზურა ძალიან ცუდად ჩაჩუმდა. შენ კი ჩემნია ტენტი გააბა. ხო, ახლა მე მეგობრებო, ტენტი მაქვს წამოღებული და ესე გადავაბავ. რო ძალიან არის, რა ქვია, ვაი დაიწვიმოს, წვიმაში არ მოყვე. ჩოქელა. და ისო, მოდი ჩოქელა გაგაცნო. მეგობრებო, მაქსიმალურად დავჭიმე ჰამაკი. კი არ არის თორად მარტივი ჩასაჯდომი, მაგრამ კიდე მიიგია. სამაგიეროდ სწორია რა, უფრო შიგნი. ტაისონ კიდე დასავარცხნი ხარ. ესეც გავჭიმე. ოღონდ ბოლომდე მაინც არ ყოფნის მე და ზურას. ფეხებზე ცოტა ქჩება რა, მაგრამ ეგ არა. მაინც დაასწელებს ამაკს ახლა თუ იწვიმა, შემოგვივა. მაგრამ თუ დაიწვიმებს ისე ჩემოასხავს, ეგ არაფერი. ესე ვარ. ნეტაციოდეს, ან მეგობრებო, სიცივე ისე მომეატრა სერიოზულად, რომ არც საძირე ტომარა წამოვიღე. არც ზემოთ შემოსაცმელი რამე, რომ წიწვიმოს, საწვიმარიც კი არ წამოვიღე, რომ უბრალოდ დავსველდე რა, სერიოზულად ძალიან მომეატრა სიცივეც, სიგრილეც, აი როგცივა, მაგი შეგრძნებაც. აუ რა, კაი სიგრილია. ჩემი არის რომელი საათია? ახლა უკვე კარგი სიგრილი არის, არ იგრძნობა საერთოდ, რომ ზაფხული არის. ხო და კიდევ მარტო წამოვიღე, ყოველ შემთხვევისთვის ერთი პატარა თხელი პლედი, რომ რამე იყოს, უბრალოდ შემოვიხევ და ძალიანაც რო არ ციოდეს რა, თორე ისე მინდა რომ შემცივდეს, რომ აი ძალიან მომენატრა რა. აი დაიწყო ზუსტად. იმედია მაგრად დაუშვებს. აქვე გეტყვით რომ ჩემი პარტნიორი სალაშქრო იარაღების თემაში არის ნაივჭი, საიდანაც დღეს წამოვიღე ჩემი ახალი დანა, ეს არის Victorinox Forester. უფრო დიდი ზომის არის, ძველი Victorinox-იც მაქვს წამოღებული, მე შევადარებ გაჩვენებთ. და სხვა თემაა ეს საერთოდ მაგას მოგიყვებით უკვე უშუალოდ გამოყენების პროცესში. და ასევე რა თქმა უნდა, კემპში არის სალაშქრო აღჭურვილობის თემაში. დაისონ შენი წყალი ბარემ გავამზადო. საჭმეს დილას არ ვაჭრე, იმიტომ რომ სახლში ჭამა და გახეთქვაზე არის. და დღეს კიდევ ვიდეოს ჩაუჯექით, ვისაც ცხოველები ყავთ, უნდა მოგიყვეთ ფეთჰაბის შესახებ, რომელიც რავი დაგაინტერესებთ, ვისაც ყავთ 4 ფეხა მეგობრები და გიყვართ, დაინტერესდებით. ეს წამს დაისონ ჯემედავრო.
შეგერგოს. ეს ჩართული ყოფილა. ეს მაჩუკა მირიანმა მეგობრებო და მირიანს აქედან მოკითხვა ძალიან შორგზაზეა წასული ისლანდიაში მიდის ტაკომათი. უკვე შორს არის გერმანიას გაცდა, დამოუწდა სად უნდა შევიდეს ახლა. დამოუწდა, მაგრამ კაი შორს არის უკვე წასული რა. თუ არ ვწდები 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა უკვე. გაუხსოვდება რამდენი. ზურა ეს წითელი ნათებაც აქვს და თეთრი. ეს მექნება აქ ღამე. მეგობრებო, ამიდი უკვე როგორც ხედავთ ძალიან მაგრად შეიცვა რა. მაგარი ქარი ამოვარდა, რასაც სავარაუდოდ შეიძლება წვიმაც უკვე მოხვეს. ცოტა წინწკლები მოდის რა. ახლა მე და ზურა დავანთებთ ცეცხლს, დავიწყებთ საჭმელის მომზადებას. რო სანამ სიმშრალეა ცოტა კოცონი აგიზგიზდე და მე რამდენიც გინდა იწვიმოს, ცეცხლი ვეღარ მოერევა. ცეცხლს ვეღარ მოერევა წვიმა. ამ ხარში არ გინდა ახლა ცეცხლი დავუყიდო. მეორე ვაზენისაც მივახვა. ეს წვედა. ვარჯიშობ მეგობრებო სადღაც ну მანამდეც ვარჯიშობდი, მაგრამ 2 თვე უკვე ძალიან სერიოზული და სისტემატიური ვარჯიში დავიწყე და როცა ჩემს სასურველ შედეგს დავდებ, მაგაზე ვიდეოსაც დავდებ, იმიტომ რომ ახლა ვაგროვებ უკვე ვიდეო მასალას. მე ჩემს ტრენერსაც გაგაცნობ შემოდგომიდან და კონტენტი რო შევცვალო და იმაზე გადავიდე ბოდიბილდინგზე. და მეგობრებო, ახლა უფრო მეს ვჭამ რა, რასაც აქამდე შეიძლება ფიზიკურად ვერც მე ფიქრა რომ შევჭამდი, ახლა უკვე თავისით მინდება. ახლა შევწავ ძალიან გემრიე ფილას, მე და ზურა პირიქით წავედით რა. ზურას ტრიპას ვეძახი უკვე, გახდა თან ვეღარ ჭამს. მე კიდე არ ვიტყვი ციფრებს, არ ვასახელებ, მაგრამ კარგად მივდივარ მეგობრებო. მე მაგას უკვე გაიგებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. ახლა დღეს ფილეს მოამზადებ, ძალიან გემრიელად დავსერავ რაღაც სუნელებს და ეგეთებს შევაზავებ და მე თუჯის ტაფაზე შევწოვ ზეითუნის ზეთში. დაისონ შენ კიდე ამას უყურებ, რამდენი გაჭამე? აუ რა კარგად ჭრის ახალი ვიქტორინოქსი. ძველიც კარგად კი არა, მაგრად ჭრის. მარე ესიც სულ ახალი როა ეგასწორებს, აი უბრალოდ თიც რო გაუსმევ და აჰა, დაისონ ციცქნა, იმიტომ რომ შენ ნაჭამი ხარ. კარგი. ახლა მინდა ეს აჯიკაიას მშრალი აჯიკა მოუხდება. აუ. აი ხორციანი ხელების მოკიდება როგორ არ მიყვარს. არაფერზე, აი წებოვანი რო ხდება რა. და ხორცი ხო გიყავს? ხორცი მიყვარს, მაგრამ ხორცის სუნიც კი არ მიყვარს. განსაკუთრებით ქათმის. სისხლის სუნიც არ მიყვარს. არა, საშინელება არის. გონია რომ ზიზღება, მაგრამ არ მიყვარს რა. აუ მე აი სახლში ზოგადად ხორცის დაჭრა მიყვარს რა სახლში. რო ვიყიდით ხოლმე სულ მევჭრი. მაგრამ აი სუნი არ მიყვარს და სულ ხელთათმანებს ვიკეთებ ხოლმე, უბრალოდ ახლა თევზის სუნი მეზიზღება. ამაკ. თევზის სუნი მისჩევნია სიმართლე რო გითხრა. ზურა მეგობრებო იქით მჭადს ამზადებს, მე გაჩვენებთ. ახლა ესეც ხომ უნდა გადავიღო. და მშრალი აჯიკის გარდა აჯიკაიას გაუკეთოთ ორეგანოს შეწვისას. ან ქონდა არის გამახსენეთ.
ნახე რა კაი იქნება. მაშინ რომ წყერი შევწვით. მაშინ დავტოვოთ ესე თუ ხო, გინდა. ანუ მაშინ რომ წყერი შევწვით, ხო გახსოვს? ეგ ეხა ხელით შეაზილე და ცოტა წითელი წიწაკა უქენე. არა, ეს ისედაც წარე არის. კიდე უქენე. ძალიან ცხარე გამოვა. მაშინ იყოს რა. ორი დამავიწყდა. მოდი ამას საღამოს შევინახო ამგვარად. იყოს, არ გინდა. აგერძურა, ჭადებს ამზადებს. აქ მე ფილე, მე სამფილესაც შევდით ცალკე. ისე თუ გინდათ რომ ფილე გამოვიდეს წვნიანი კერძის ხორცი, ხო ზოგადად ისედაც შრალია რა. წვნიანი რომ გამოვიდეს, თქვენთვის სასურველი ცხიმი, ამ შემთხვევაში მე ზეითუნის ზეთს ვიყენებ. ისე ჯობია სხვა ზეთი არ გამოიყენებთ ზეითუნის ზეთი ან კარაქიანი ებორა. თქვენს გემოზე მიეცით და მალმალე ატრიალეთ. მალმალე როცა გადაატრიალებთ, ორივე მხარეს ნელ-ნელა შეიწვება და გამოწვნიანი და ძალიან გემრიელი. რა არ იქნება გამუშრალი და ესე თურად საწმელი, ძირით ვეყარაბო. აისო შენ გაგასინჯებ მაინც, ხო იცი რა კარგი ბიჭი ხარ. ცოტას გაგასინჯებ მაინც. რა. ეს უხდება ფილეს ძალიან. ზემოდან მე აი ბოლოს სანამ ამოვიღებ. მოვაყრე რომ ესენიც დარბილდეს. აისო შენ ხო გიყვარს ასეთი რაღაცები? გემრიელია გამომართა. ყველაფერი უყვარს აი. აისოს რაც სასარგებლო და ჯანსაღია, ყველაფერი უყვარს ჩემსავით. ძაღლი პატრონს გავს, ხო იცი? ესე ჩვენი პირველი კვება. ეს დილას ვერ მოვხატარა. ესენი კაია. მე კაია. ეს ხელი იყო თვითონ. ეგ არაფერი. ძალიან კაი გამოვიდა ხორცი. საწებალი უქონდა ახლა. მეთაგაა. თვითონ გავიზემო დაყვება. ამის შეძმას მეგობრებო მომდები ერთი ნახევარი საათი. თუ ეგეც მიერ შეუჭამე. ეგეც მარტარია. გავუსას როგორ უხდება შეძმა? მაგიტო გითხარ, წითელს ძალიან უხდება. აი იმ კერძზე რო გეუნებოდით. ხო არის წვნიანი. საერთოდ არ არის მშრალი. მზე გამოვიდა. ხარი ჩადგა. ამას ახლა გავიხდი. არა საღამოს უეჯველი იძუნებს განიც ასე მგონი. მეც გონია ყველგან წვიმაა საქართველოში და. ნახოთ. თან მაღალზე ვარ და ახალ ადგილზე ვარ ამოსულები. პირველად ვარ ამ ტყეში. ლუკაზე რომ ნახე 1200 მეტრს მიჩვენებს. უფრო უნდა იწვიმოს. ეს 300 მეტრს უეჯველი ტყვება. არ ტყვება. ზევით ვიქნებით უფრო. არ ვიქნებით. სიცივია.
ანუ აი მჭაც გაგისინჯავ და მედი ცოტა გავქენი ციცაკა და აჯიკა და სვანური მარე მოხდება იოსნია ეს მართლა მაგარი მჭადია ტყის მჭადი ჭამეთ მეგობრებო და როგორც ვამბობდი გადავობით ვამბობდი ზურას მესამე ფილეც არ წავართვათ ხო და თავისი ნაჭერით მემაჭამა ძალიან ცოტა შეჭამა და ვეღარ გაკაჭა იმას თუ ჭამა ერქვა ხო მართლა გემრიელი გამოვიდა ასეთი გემრიელი ფილე კაიხანი არ მიჭამია რა ამინდის ძალიან მაგრად შეიცვალა რა რომ მოვედით ხრუბელი იყო ცოტა წინ წყლავდა მაგარი ქარი იყო ახლა სასიამოვნო ნიავი არის და მზე არა მაინც მგონია რომ უნდა იწვიმოს რა მთელ საქართველოში სერიოზული წვიმა უკვე გამოცხადებული 7 თუ 8 აგვისტოდან ნახოთ რაც იქნება ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ ახლა ცოტა ხანი კარგად დავისვენებთ მეგობრებო ვისაც ყავთ 4 ფეხა მეგობრები განსაკუთრებით ძაღლზე მაქვს საუბარი რადგან ძაღლებს ვასეირნებთ ხშირია ესეთი შემთხვევა რომ შეიძლება ადამიანმა ძაღლი დაკარგოს გაექცეს ყველა ხო არ უჯერებს პატრონს ან ისეთი რაღაც მოხდეს რომ თვითონ ძაღლი და პატრონი აცდენ ერთმანეთს და ძაღლი დაიკარგოს ამისთვის მაგარი რაღაც შეიქმნა საქართველოში ეს არის PetHub-ი შეგიძლიათ ჩემი ვიდეოს აღწერა გახსნათ PetHub.g ტაისონს უკეთი ამ შემთხვევაში PetHub-ის ეს თავის QR კოდი აქვს და თუ ვიღაც თქვენს ძაღლს იპოვის სიტყვაზე დაკარგე ძაღლი PetHub-ში ამას ყიდულობ შენი საკუთარი QR კოდი გაქვს სადაც შეყვანილი გაქვს შენი მონაცემები ძაღლის ფოტოც მისამართი ნომერი აბსოლუტურად ყველაფერი რა თუ დაკარგავ ძაღლს და შენს ძაღლს იპოვის სხვა პიროვნება სადაც არ უნდა იყოს ნებისმიერ ადგილზე და ამ QR კოდს ტელეფონით გაატარებს ახლა უკვე ისეთი დროა QR კოდის არსებობა ყველა მიცის მარტივად იპოვი შენს ძაღლს რა და დაკარგვის შანსიც ფაქტობრივად გაქრება თავარია ვიღაც საზღარის ერმა იპოვოს ხო ვიღაც ბოროტმარი იპოვოს თავარია და არ მოკპაროს ეგ უკვე სხვა თემა არის კატას ორჯერ გავუკეთე ყელსაბამი ჩემი ხელით გავუკეთებენ და ყელსაბამი ორჯერ სერიოზული ორივე ჯერი მოხსნეს ხო ბიჭო ბოროტი ხალხია ძაღლებს პარავენ ყელსაბამებს ხო და მეგობრებო მოკლედ გაქრება ძაღლის დაკარგვის საშიშროება იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგავს ძაღლს ჯგუფებში უწენენ ხოლმე რომ დაიკარგა გაუკეთებ საყელოს და იქნები დაზღვეული არის სხვადასხვა ფერებში ეკრანზე ხედავთ კიდეც არის 4 ფერში და ასევე მეხუთე ვარიანტია როდესაც შეგიძლია საკუთარი მეგობრის შინაურ ცხოველის გულისხმობ ფოტო დაახატო ამ საყელოს ძალიან კარგი რაღაც არის შეგიძლიათ გახსნათ ჩემი ვიდეოს აღწერა გადადით PetHub-ზე და ვინც დაინტერესებულები ხართ უკვე დანარჩენში თავად გაირკვევით უმარტივესია აი მეგობრებო დანიშჯერიც მოვიდა და როგორი განსხვავება არის ამ ორ ვიქტორინოქს შორის ეს წამოვიღე მაგისთვის შესაძლებლად ეს არის რასაც აქამდე ვიყენებდი ვიქტორინოქს ჰანცმენი რომელსაც ზედ უამრავი რამ აქვს ძალიან მაგარი დანა არის კონი 2 წელია მაქვს თითქმის და არაფერს უჩივი ძალიან კმაყოფილი ვარ ამდანის რა ზოგადად ვიქტორინოქსი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეს კი ჩემი ახალი დანა ნაივჭიდან ეს არის ვიქტორინოქს ფორესტერი ეს იმიტომ ავირჩიე 200 ლარამდე ღირს ეს ის კონი 140 ზუსტად არ მახსოვს ან 150 ეს ღირს ზუსტად 180 და რაღაცა 200 ლარი რა მინდოდა უფრო დიდი ზომის ვიქტორინოქსის დანა ნაკლები რაღაცით მაგრამ ბევრად დიდი ზომის დანის პირით შეხედეთ უფრო დიდი ზომის პირი აქვს უფრო განიერიც და უფრო სქელიც ვიდრე სხვა ჩვეულებრივ ვიქტორინოქსებს აქ აქვს ჩამკეტიც ესენი უკვე ჩამკეტზეა აქვს კონსერვის სახსნელი, ბოთლის სახსნელი და ასევე შეგიძლია გამოიყენო როგორც სახრახნისი. ესეც ისევ სახრახნისი და ბოთლის სახსნელი. ასევე რაც ერთ-ერთი მთავარი რამ არის ტყეში ხერხი. უფრო დიდი ზომის ხერხი აქვს. ხერხი და დანა რა ტყეში ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე თავისთავად ვიქტორინოქსის საფირმო პინცეტი, რაც მე მაგრად მადგება ხოლმე ხიჭვების შემთხვევაში და
აქეთ უკვე კბილის ჭხირი. მეორე მხარეს კი თავისთავად ესეც ბოთლის ახსნელი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ხის გასახვრეტად და აქვე აქვს მახათი. ეს მახათი უკვე შეგიძლია გამოიყენო ტყავზე და ასევე ხის გასახვრეტად. ეს არის ახალი ფორესტერი, რომელსაც აწი ხშირად გამოვიყენებ. იმიტომ რომ რავი, ვიქტორინოქსი მიყვარს რა. მეგობრებო, იარაღზე ხო სულ მიწერთ კომენტარებში, ხო და ამის შემდეგ ვიდეოში უკვე ნახავთ ჩემს ახალ იარაღს, პირველ იარაღს. კარგი იარაღი შევარჩიე და თქვენც დაისვენებთ და მეც დავისვენებ. თუ მანამდე უცებ არ გადავიღე რამე ვიდეო, შემდეგ ვიდეოში უკვე იარაღით ვიქნები. მეგობრებო, დილას ხო ვიძახდი რომ მომეატრა რომ შემცივდეს თქო რა. უკვე ცივა. ამაღამ აქ იქნება მაგარი სიცივე რა. მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია, მართლა მაგრად ცივა და თან მოკლე კლავენით ვიქნები, ხოლო ერთი კლედი მაქვს წამოღებული ცალკე ჰამაკის სიცივეში ზოგადად არ ვარ. იმიტომ რომ ქარი რო გიბერავს ჰამაკში პირდაპირ გზნობ. ამიტომ დღეს ჩემ მონატრებულ სიცივეს გამოვცდი. არა. ჩათვალე კარავში ვარ, როგორც ჰამაკით. აუ, რა კაია, ავატაში რო ისინი იქნება. ამო. აუ, თამაგრია. აუ, ბევრად მაგარია. ბიჭო, ხარს ვერ გუზნობ. მეგობრებო, ცხოვრებაში პირველად მოხდა ისე, რომ ჩემი კარდალა დამრჩა. კიდე კაი ზურას აქვს წამოღებული. ოთხი კვერცხი მოიხარშევა ახლა. აქ ზურა სალათას ჭრის. ხახვის ენა კოჩხაზე რო დადო. არა, სადაც ფრეშად უხდი. კარგი იყოს. ჭად შეწავს და გვექნება 4 კვერცხი. მამაპაპულის უკვე გვექნება. ჭადი, კედრება, დრონის სალათი. ამცაი. მე შემკვიდრდა. ალბათ ჩვენთან იყო ერთიანი ბევრი რა. რას ვიფიქრებდით მე და ზურა რომ ამ აგვისტოში კოცონი გვესიამოვნებოდა. აა გვესიამოვნებოდი.
შენ რა არ დაწექი უკვე? დაწექი რა დამოწექ ცოტა ვერო. ის უჭრა იმასთან რა. მე თქვი დაწექი. ესეა დამოწექ. ადი ეგეთი. ნახეთ მეგობრებო რა კაია. ზურა ისე ქარი ჩადგა იმ თემაში რომ აქეთ ძალიან არ ქრის. ეგ ზურა არის ჩაკორებული. ბიჭო შენ არ დაწვე ხარ გამაგიჟო. რაოთ აი რა გადაგიგდო ამჯერად. ხომ დავტოვებ ამას წითელ განათებას. ახლა იყოს ეს. ცოტაც მეგობრებო და სულ დაბნელდება. ისე მეგობრებო ცეცხლი რა მაგარი რაღაც არის აი როგორ გიზიდავს რო უყურო სასიამოვნოა თითქოს რო უყურებ რა და ნუ თანთბები ზამთარში განსაკუთრებით კარგია ახლა არც ივა და მოშორებით ვსივარ მაგრამ მაინც სასიამოვნოა თავისებური სითბო რომ მოაქვს რაც არ უნდა სიცხე იყოს აი თითქოს გსიამოვნებს ცეცხლი იყო თორე ისე გათბობა და რამე სითბო არა მეგობრებო ჩავწექი უკვე ჰამაკში. ზურა რომელი საათი არის? ვერ გავიგე. თითქმის 10 საათი რა. ჯერ არ ვიძინებთ, მაგრამ სამდეც გავჩერდებით. მეც კარგად ვარ, რავი, ქარი არ მიბერავს.
სიტყოში ვარ. აისოს აგერ ჩავიწვენ. გეკონება ნავში ვარ თორა და დავიძინებ ტყილად. მეგობრებო, სიცივე ხო ვინატრე და სპეციალურად არ წამოვიღე არაფერი თბილი. სერიოზულად ისეთ ცივაა. არ ვიცი. სურა მეუნებოდა, მაგრამ მინდოდა უბრალოდ შემციებოდა რა დავიღალე სიცხით და აქ მართლა ისეთ ცივა, სერიოზულად ვიძახი. რავი, შემოდგომის ბოლოსკენ რო ამინდებია ზუსტად ეგეთი თემაა რა, ტემპერატურაც კი. კი მიფენია ეს პლედი ზემოდან არ მაქვს გადაფენილი, ქვემოდანაც მაქვს ამოხოვული რა. მაინც ქვემოდანაც ხო ტრიალებს ქარი, მაგრამ მაინც ცივა. სურა. მაგარი სიცივე არის გაფენი და უღამეც მაგრამ. აბა რა გააცხო. ჰამაკი არის გაყინული, მოდი ხელი დაადე. ჰამაკი გაყინული არა, ადგომი და ნასყიდი რო არ მასწავლება. ბიჭო, აგერ მოდი ცეცხლთან და. კაი სითბო არის. ადექი, ზურია, ადექი. მეგობრებო, საკმაოდ ცივი ღამე იყო. ზაფხულის კვალობაზე მით უმეტეს. ზაფხულია, აბერტიოა ლაფარკი არის. დაგინდა აისონ უკვე თამაში, მიჯერ საჭმელი ჭამე წყალდალი. გამთენიეს წამოვდექი ერთი პერიოდი და მაგარი ღრუბელი იყო რა. არა, ერთი დაშვება დაუხატო. იწვიმა? ცოტა. ო. მე არ დასველდი? მომე. აა, მასე არ ვწვიმია, ოდნავ დამოვ. მე თქვი ახლა თუ დაუშვა დაგვერხა მეთქი. ნუ შენ რო დაგინახე ეს ტენტი მოგძვრა ღამე თუ რა მოვიდა? ჩემით მოგცემ. ხარი ტყუილად ნაშოვოდა და წინიდან მაინც არ მიცავდა. აი. აგერ. უწვიმია ესე იგი. აგერ არის აისონ. მოდი. აქ არის, ნახე. აი. აი, მანდარი. მობი. აჩა. ეს რაღაც აი ზურა, რასაც ქვია არ ჯდება. მილიანმა მომცა გაზაფხულზე. არც მე დამიტენია, არც თვითონ. არაფრით არ ჯდება. მეგობრებო, აქედან გემშვიდობებით, ჩავბაგდით ჩვენ და წავალთ. აბა მეგობრებო, ზურასახსი გადადით, ვისაც გენდოებათ, ჩემის გამოიწერეთ თუ გინდათ, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.